ვულოცავ ჭიათურელ ხალხს ამ მადანის თუ რაღაცის დახურვას. ვიღაც თუ მათ ეუბნებოდა, რომ სწორი ცხოვრების გაგრძელება არის მიწისქვეშ ჩაძრომა და იქ მადანის თხრა, ეს არის აი ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც შეიძლებოდა ამ ხალხზე თავზე ჩაგენერგა. ამას კომუნისტები აკეთებდნენ. მიწის თხრა იმ მადანის მოსაპოვებლად, რომლის აფრიკიდან ჩამოტანა უფრო იაფია ჭიათურამდე, არის სისულელე. მე გასულ წელს ამ დროს შემხვდა ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ კომპანიის და უბრალოდ ამიხსნა რა პრობლემა ჰქონდა. ვასუბსიდირებთო საქმიანობას, რომ ხალხი არ აგვიჭანგდესო. რატომ უნდა აგიჭანგდეთ ხალხი უსამსახუროდ დარჩებაო. აფრიკიდან ჩამოტანა უფრო იაფიჯდებაო, ვიდრე ჭიათურაში ამის თხრაო. სარისკო სამუშაოა, მძიმე სამუშაო. წინ ვერასოდეს ვერ წახვალ, დიდ ფულს ამით ვერ იშოვი. ერთი დადებითი თვისებაც არ აქვს. და დღეს უბრალოდ ამ ხალხს უთხრეს კი ჩეჩმიდან ამოყარეს. პერსპექტივა გაჩნდა, რომ ეს ამ ხალხმა არამე ახალი დაიწყოს. მართლა რა სიტყავს ეს ხალხი? რომ ჭიათურის იმაში დაბრუნდნენ უკან მაღაროში ისევ და იქ გაატარონ თავს საკუთარი ახალგაზრდობა? ძალიან მალე მოვად, რომ იქ რობოტი ჩავა და ის იმუშავებს. აბა რა აკეთონო ამ ხალხმა? კითხვა იქნება ეს. 90-იან წლებში ყველაფერი ჩამოიშალა. ყველას ეს ცხოვრება თავზე ჩამოენგრა. ჩემს თვალწინ ხედავდი, როგორ პოულობდნენ ადამიანები სხვა გზას საკუთარი ოჯახის გადასარჩენად და გამოსაკვებად. თბილისში მოდიოდნენ. ბევრმა მათგანმა ცხოვრება კარგად მოიწყო აქ, ანუ პერსპექტივა გაუჩნდა. უცბად ვიღაცა ეუბნება, რომ მეო, ვარო, ისო, ვინცო, შენო ისევ დაგაბრუნებს საყვარელ შახტაშიო. მეწოდება ახალგაზრდები, რომელსაც ეუბნებიან ბავშვობიდან, რომ ეს არის შენი მომავალი. მიწაში უნდა ჩაძრე, მთელი ცხოვრება გამურული უნდა იარო, მთელი ცხოვრება რაღაცა გიჟობას უნდა შეალიო შენი ერთი სიცოცხლე, ერთადერთი და უნიკალური სიცოცხლე. ახლა განსაცდელი აქვთ, კრიზისი აქვთ, ჩეჩმიდან ამოვიდნენ და სიცივე დახვდათ, მაგრამ პერსპექტივაც ამ დროს იწყება. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს ამ ხალხმა.